მართა ნაბოლარა იყო, ძალიან ნიჭიერი ცელკი საყვარელი ბავშვი იყო. ეს დაახლოებით 100-დან 120-მდე იყო შეჯახება, აღწერდნენ ბავშვს როგორ გადმოსდიოდა ტვინი თავიდან. ანა იყო თავიდან ბოლომდე დამტვრეული. თვალები ვერ დაუხუჭეთ, ვერ დედას და ვერ ჩის. ექიმებმა თქვეს, რომ აი ესეთი სასტიკად მოკლული ადამიანი 2008 წლის ომის დროსაც კი არ უნახეთ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ აი ამ კაცზე, რევაზ ელიზბარაშვილზე, იმიტომ რომ ეს არის მოჭიდავეების კლანი გორში. ადასტურებთ ამ ინფორმაციას. აქტიური დამფინანსებელია ქართული ოცნების კამპანიის. ნასამართლებია თავის დროზე პოლიციელის ცემის გამო მზია ამაღლობელს 5 წლიანი ციხე და რევოლვერით რო პოლიციას ცემს რესტორანში იმას 4 წლიანი პირობითი. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ეუბნებოდნენ რომ აი ეს ნომერი არ უნდა გაეჩერებინათ. მე მოთხოვე პროკურორ ლომთათს რომ დაეკავებინათ მისი ცოლიც. რა ეჭვები გაქვთ გაჩვენეს თუ არა სათვალთვალო კამერები? მოწმეები გაიყვანა რომ მე კარგად დაერიგებინათ რა უნდა ეთქვათ საპატრულო პოლიციისათვის. ეს ქალიც არ ჩერდება, ხო? არა, ყველანი ბრუნდებიან და მე რა ვთქვი? მიდიან სად? სახლში. სუსმა როგორ შემოუშვა თავის ინფორმატორები გასვენებაში? არაძლევდნენ დატირების უფლებას და თავის უბედურებაც იყო, ფაო, ჩვენ იმის სულის გადასაჩინად ლოცულობთო და დელი რომ მაგას გეუნეო, ეხლა გამწარებულ ადამიანს და ეს ყველა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკან დამხმარები არა ვართ. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, გადაცემა აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. 13 ივლისს ანი ბერიანიძესა და მის 3 წლის შვილს მართას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე მოკლა. პროკურატურის ინფორმაციით მძღოლი რეზო ელიზბარაშვილი ავარიის დროს ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა. სასამართლო პროცესზე პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა, მათ შორის არაერთი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ეს არ არის ერთი ადამიანის დანაშაული, მეგობრებო. ისევე როგორც ერთი ადამიანის დანაშაული არ არის 17 წლის ბიჭის მკვლელობა შანიძის ქუჩაზე. როგორ მოხდა, რომ 225 ჯარიმის მქონე ადამიანი ისევ მანქანაზე იჯდა, თან მძიმე თრობის ქვეშ? როგორ მოხდა, რომ ნასამართლებ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სახლში 3 გაფორმებული იარაღი ჰქონდა? ამიტომ ეს ორი უმძიმესი ამბავი, ეს ორი წარმოუდგენელი ტრაგედია მხოლოდ ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩამონგრეული კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის კონტექსტში. როცა არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობს და პოლიტიკურად პრივილეგირებულ კასტას ყველაფრის უფლება აქვს მიცემული. მოდით ჩანიძის ქუჩის უსასტიკესი მკვლელობიდან დავიწყოთ. როგორც მეზობლები ყვებიან მკვლელის დედის, დოდო ოდიშარიას წინააღმდეგ ეზოში უკანონო მშენებლობის აღსაკვეთად პატრული არაერთხელ ყავდათ გამოძახებული. თუმცა მიუხედავად არაერთი დარღვევისა, ოდიშარია პატრულს შეურაცხმყოფელი მიმართვებით უშვებდა უკან და ისინიც მორჩილად მიდიოდნენ. ეს იცით რა შემთხვევაში ხდება? მაშინ, როცა პირს პოლიციის მაღალ ჩინოსნებთან ძალიან მაღალ დონეზე აქვს დალაგებული. ამიტომ დღეს გამოძიების და ჩვენი მთავარი ინტერესი სწორედ დედა უნდა იყოს. უნდა დადგინდეს, მართლა ქონდა თუ არა ამ ქალს კავშირები ფარცხალაძესთან და ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან. მართლა გადაუფორმა თუ არა მას თავისი წყნეთის აგარაკი რაღაცის სანაცვლოდ და რაც მთავარია, იარაღი ვინ გაუფორმა იარაღი ადამიანს, რომელსაც ფსიქიატრიული დიაგნოზი ჰქონდა? ეს როგორ არ იცოდა უბნის ინსპექტორმა? ან ვინ იყო ის პირი, რომელიც ამაზე რეაგირების უფლებას არ აძლევდა? ანუ ვინ კრიშავდა ამ ოჯახს? თქვენ ხომ გონიათ, რომ კორუფცია ვითომ განყენებული თემაა, რომ იქ ვიღაც ტიპები ფულს ინაწილებენ ერთმანეთში და ეს თქვენ არ გეხებათ. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაულებრივი სამოქალაქო გულგრილობა. კორუფცია მხოლოდ ქეშის გადაცემა არ არის. კორუფცია უზნეო, ამორალურ, საშიშ გარიგებებში შესვლა, რომლითაც მხარეები სარგებლობენ, დანარჩენი საზოგადოება კი საშინლად ზიანდება. და ეს ზიანი ხან გამიზნული ტყვია, ხან ბრმა ტყვია, ხან უკონტროლოდ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ხან ნარკომანი კრიმინალების საბედისწერო გარჩევებია, ხან თქვენი შვილების ნარკომანებად ქცევა და სიკვდილია, ხან ჩამონგრეული ხიდია, ან სკოლა, ან საბავშვო ბაღი, ხან დამეწყრილი სოფლებია და დანგრეული სახლები და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ის ყველაფერი, რასაც თქვენს გარშემო ხედავთ,
რაც ძალიან არ მოგწონთ, რასაც თქვენი შვილებისა და ახლობლების, მეგობრების სიცოცხლე ეწირება, რაც ცხოვრებას გიუარესებთ, რაც მომავლის იმედს გართმევთ, რაც ყოველდღიურობას გიმწარებთ. ეს ყველაფერი კორუფციული გარიგებების ბრალია. მაგალითად, გორში ყველა მიცის ვინაა ელის ბარაშვილი, გაბლატავებული ტენდერშიკი, ეგრეთ წოდებული მოჭიდავეების კლანის წევრი, რომელიც გორს მთლიანად აკონტროლებს. როგორც გორის პოლიციელები ჩემ წყაროს უყვებიან, მისი მანქანის გაჩერება არავის შეეძლო. მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის? ამ კაცს პოლიციელი თოფის კონდახით ყავს ნაცემი. და რასაკვირველია, მხოლოდ პირობითი სასჯელითაა გამომცრალი. რაც მთავარია, ამ ვინმე რეზო ელიზბარაშვილის სახელი მხოლოდ იმიტომ გავიგეთ, რომ დედაშვილი მოკლა. თორემ ასეთი ელიზბარაშვილები ყველა პატარა თუ დიდ ქალაქში არიან. დაუსჯელები, გაბლატავებულები, პოლიციის უფროსობასთან ჩახუტებულები, რომლებიც ყველაფრის უფლებას აძლევენ, რადგან ზემოდან ასე დაავალეს. სულ არ იყო ესენით აღუწერელი ტრაგედია მომხდარი ჩემმა მეგობარმა კახა კიკნაძემ, რომ მომიყვა, როგორ ეჯდა ერთ დიდარ ტენდერშიკს მანქანაში, რომელიც პატრულის ინსპექტორმა გააჩერა. ნასვამმა ტენდერშიკმა ეს პოლიციელი ლამის სცემა, შემდეგ კი თავის ძმაკაც უფროს მოახსნებინა. დარწმუნებული ვარ, ახლა რაზეც ვლაპარაკობთ, ეს ყველა წესიერი პოლიციელი საწუხარი და დარდია. არასდროს საქართველოში პოლიცია არ ყოფილა ასეთი ღირსება აყრილი, როგორც ამის გაკეთება მიზანმიმართულად შეძლო ივანიშვილმა, მისი რეპუტაციის სრული განულებით. ნუ გონიათ, რომ არჩევნების გაყალბება ან ტიტუშკების რაზმების შექმნა, რომელთა მიზანი ცალკეული ადამიანების თუ პროდასავლური მომიტინგეების დარბევა და ცემა ტყება, განყენებული თემაა. არჩევნების გაყალბებისთვის უზარმაზარი ადამიანური რესურსი სჭირდება რეჟიმს. ზოგი ხალხს აშინებს, ზოგი ისყიდის, ზოგი არჩევნებზე მიერეკება, ზოგს მარშრუტკების დაორგანიზება ევალება, ზოგს ხალხის შეკრება, მიტინგებზე ჩამოსაყვანა, ზოგს მათი საჭმლით მომარაგება, ზოგს აგიტატორობა და ასე შემდეგ. ეს სისტემა ასეთია. ივანიშვილი ეუბნება, მე უკანონო ფულის კეთების საშუალებას მოგცემ და შენ მერე გვერდით დამიდგები. თან უკვე იძულებული იქნები. ეს შენი ნებით აკეთო, რადგან ხელისუფლების ცვლილებების შემთხვევაში ჩადენილი უკანონობების გამო დაგიჭერენ. ამიტომ სისტემის გადარჩენა შენივე ინტერესია. ესაა ივანიშვილის სისტემის სიცოცხლის უნარიანობის მთავარი საფუძველი. სანამ ეს ასია, დაუსრულებელი ტრაგედიების გაგრძელდება. ახლა კი უმძიმესი ინტერვიუსთვის მოემზადეთ. ეს ინტერვიუ ანი ბერიანიძის ბიძაშვილთან, ირმა ამბარდნიშვილთან ჩავწერეთ. ირმა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ჩამოხვედით ჩვენთან გორიდან, იმიტომ რომ ასეთ დროს ძალიან გვიჭირს ოჯახის წევრებთან დაკავშირება იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე ემოციებში არიან. და განსაკუთრებით დასაფასებელია თქვენი აქტიურობა. მე მინდა პირველ რიგში ვისაუბროთ ანაზე და მის შვილ მართაზე. მოგვიყევით მათ შესახებ და მე ის ძალიან მძიმე დღე გავიხსენოთ. და თქვენ რა გაკავშირებთ? ანა ჩემი ბიძაშვილია და როცა დაუბრუნდა დედაჩემი და დეიდაჩემი. დიდით ერთ სახლში ვცხოვრობდით, ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ მე და ანა. ძალიან მშრომელი, ნიჭიერი, ხუთ ენაზე ლაპარაკობდა, ლექსებს წერდა. კარგი დედა იყო, მისი უფროსი ქალიშვილი 17 წლისაა და საუბრობს სრულყოფილად ინგლისურზე და ასევე სწავლობს კორეულს და იაპონურ ენებს, უნდოდა უცხოეთში წასვლა. მართა ნაბოლარა იყო, ძალიან ნიჭიერი, ცელკი საყვარელი ბავშვი იყო, ბევრი ლექსები იცოდა, ჯერ სიარული არ იცოდა, როგორი ლექსები იყო და დიდი იმედებს ვამყარებდით, რომ ისიც ასევე ნიჭიერი იყო და გამოადგებოდა თავის ქვეყანას. ანა მიყიდა ახალი სახლი და უკვე 4 დღეზე უნდა გადასულიყო. სწორედ იმ სახლიდან მოდიოდნენ, როცა ეგ ტრაგედია მოხდა. მამა სად იყო? მამა სალონში იყო, მამა გადავიდა სალონში და ესენი კუჩა გადაკვეთეს მანქანისკენ მიდიოდნენ. როცა მათ ეს ლოთი ელიზბარაშვილი დიდი სისწრაფით დაეჯახა და ესეთი უბედურება მოგვაწია. შოკია ყველასთვის მთელი სანათესაოსთვის, იმ დროს ანა განსაკუთრებით მოყვარული და ძალიან რაღაცნაირად თბილი იყო. ძალიან ბრანჭია და რაღაცნაირად ალბათ ეს მოკლე დღე რო გქონდა, არ ვიცი რატომ მოხდა. ნათესავი არ ყავს, რომ რაღაც სახუმარო ლექსი ან ჩანაწერი, ან მხატვრული რაღაც შედარებები არ ქონდეს ნაჩუქარი. ყველა რაღაცას კითხულობდა და იხსენებდა და ყველასათვის არის ძალიან დიდი ტრაგედია ის რაც მოხდა. მინდა ვთქვა, რომ
ქალაქში აღარ დადიან სისწრაფით და ყველა ჩერდება და მოგოქვეითებს ადარებენ, მაგრამ ის რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს სრული სიმკაცრით, ეს გარდაუვალია და ეს ყველა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკან დამხავები არა ვართ. ანას უშუალო ოჯახზე რას გვეტყვით? ანას მეუღლეც პატიოსანი ბიჭია, მუშაობს. ძალიან წესიერი ადამიანია და ფაქტიურად ახლა არის მკვდარი, იმიტომ რომ ცხოვრება დაინგრა, მის სიცოცხლეს ახლა აზრი არ აქვს. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ ყველა მთელი ნათესაობა ვართ აი ამ დღეში. ანამ დედმამა, ანუ ვინც ამ სამართლიანობისთვის იბრძოლებს თქვენთან ემიგრანტია და ჩამოვიდა დეიდეჩემთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს დეიდეჩემი. ჩამოვიდა და რა თქმა უნდა ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი სახე მივცეთ და კაცრად დაისაჯოს. მე ორშაბათს მქონდა შეხვედრა შიდაქარს და მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურორთან თეიმურ ზასლუმთაძესთან. დაბარებული ვიყავ ძირითადად ჩემი პოსტებისა და საერთო გამოსვლების აქტიურობის გამო. მანამდე სანამ ამაზე გადავალთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ აი ამ კაცზე, რევაზ ელიზბარაშვილზე, რომელმაც მოკლა მე სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. ეს იყო უბედური შემთხვევა მოტანილი მისი მდგომარეობით, მისი უზარმაზარი სისწრაფით გადაადგილებით, მისი თრობის ქვეშ ყოფნით და ასე შემდეგ. ეს კაცი ნასამართლევია თავის დროზე პოლიციელის ცემის გამო და თუ რატომ ამას ოდნავ მოგვიანებით ვიტყვით. მოკლედ მეც მოვიძიე ძალიან ბევრი ინფორმაცია რევაზ ელიზბარაშვილზე, როგორც პოლიციიდან, ისე იმ ადამიანებიდან, რომელიც მასთან მუშაობდნენ. მე მაინტერესებს თქვენთან გადავამოწმო ეს ყველაფერი. ეს არის სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მეწილე, მასთან ერთად ძალიან მძიმე დანაშაულზე ძებნილი გოგლა იორამაშვილიც არის მეწილე. ადასტურებთ ამას? მათ ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ დაარეგისტრირეს კომპანია, მათ ფაქტობრივად მათი კანდიდატი იყო ხინჩაგიშვილი, იმიტომ რომ ეს არის მოჭიდავეების კლანი გორში. ადასტურებთ ამ ინფორმაციას? ახლო მეგობრები არიან, დიგა. თქვენ რა იცით, ხო, აი რაც. გორი პატარაა და რა თქმა უნდა, როგორც კი ეს ამბავი გაჟღერდა, მაშინათვე ყველა იცოდა ეს ყველაფერი, აქტიური დამფინანსებელია ქართული ოცნების კამპანიის თვითონაც და მისი მამაც და რა თქმა უნდა, მოჭიდავეების კლანში იგულისხმება და შესაბამისად ისინი მფარველობდნენ იმიტომ რომ ქუჩაში გადაადგილდებოდა დიდი სისწრაფით, საპატრულო პოლიციის ამონაწილეებით არის რომ 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, იხდიდა ამხელა თანხას ჯარიმებში და მას წითელზე ჩვეულებრივ გადიოდა, იმიტომ რომ იმ დღეს, როდესაც ეს მოხდა, მნახველები არიან რომ მაგალითად ერთ-ერთ დასახლებაში დიდი სისწრაფით გადაადგილდა და წითელი გაიარა ჩვეულებრივ, იმიტომ რომ იხდიდა ამ ჯარიმებს და ჩვენი სახელმწიფო არის არა წესრიგზე დაფუძნებული, არამედ ბიუჯეტში შედიოდა ეს თანხა და შესაბამისად მას არავინ არ აჩერებდა. ბიუჯეტში ფული შეტანა არ იყო მთავარი, არ იყო რომ მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ რაც უნდა ის ეკეთებინა, ფული ეხადა ჯარიმების თანხა, იმიტომ რომ შეუძლობდა მილიონებს მის მამას, ასევე აქვს ჯართის ბიზნესი, მთელი სქემები აქვს დაწყობილი, საიდან რა ფული იშოვონ, არიან ძალიან მდიდრები, აქვთ ლიცენზიები, მათ შორის მდინარის კალაპოტიდან ქვიშახრეშის მოპოვებაზე და ეს არის ასევე ის ხალხი, რომელიც ჩემი წყაროს ინფორმაციით მუდმივად აორგანიზებდნენ აქ ტიტუშკების ჩამოყვანას, აქციების დასარბევად, ასევე რასაკვირველია იყვნენ მთავარი საყრდენები გორში არჩევნების პერიოდში, ანუ ემსახურებოდნენ და ემსახურებოდნენ რეჟიმს და შესაბამისად იღებდნენ წარმოუდგენელ პრივილეგიებს. ამ პრივილეგიებში შედის ის, რომ მათ შეუძლიათ რაც უნდათ ისაკეთონ, რა ნარკოტიკიც უნდათ ის მოიხმარონ, რამდენიც უნდათ ის დალიონ, შემდეგ დაჯდან მანქანაზე, რა სისწრაფითაც უნდა იმ სისწრაფით იარონ და მისი გამჩერებელი არავინ არ არის, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით მას ფარველობდა ადგილობრივი უფროსი, ეს არის აუცილებლად დასადგენი და ამაზეც გადავალთ და
ერთხელ გააჩერა პოლიციამ, იმიტომ რომ უცხო პატრული იყო ჩასული გორში და მან არ იცოდა, არ ქონდა როგორც ჩანს, ვერ მოასწრო ამ ინსტრუქტაჟის მიღება და ამ პატრულის ცემით დამთავრდა მისი გაჩერება. ეს თქვენ კიდევ უფრო დეტალურად იცით? კი, ვიცი, ეს ფაქტი მოხდა, ასევე რესტორანში სცემა პატრული. იარაღის კონტაქტი ურტყათავში, ანუ როგორც იწერებოდა სოციალურ ქსელში და მას პირობითი ჰქონდა ამ 4 წლიანი პირობითი აქვს მოკლედ მის ჭირი. სხვა შემთხვევაში ცოტა უცნაურია მზია მაღლობელს 5 წლიანი ციხე და რევოლვერით რო პოლიციას სცემს რესტორანში იმას 4 წლიანი პირობითი. ეს ყველაფერს ამეტყველებს როგორ ჰქონდა მას თავში ავარდნილი, თავისი ეს მეგობრები, წრე და დაუსჯელობა, როცა შეიძლებოდა ყველაფერი გასულოდა მას, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ პარლამენტში ყოველდღე როგორ ურტყავენ თავში პარლამენტები, დეპუტატებს ურტყავენ, ეს ჩვეულებრივი ნორმაა, ეს გაწევ-გამოწევა. შესაბამისად, ისინი ჩვეულებრივ ქალაქში იყენებენ იგივენაირ დაუსჯელობის სინდრომით დაკრიან და არანაირი შეკავება არ ქონდა. თვითონ დაუჯერებელი ფაქტია, რომ პატრულს ჰქონდა გადაკეტილი, მართალია არასრულად იყო გადაკეტილი ქუჩა, რაზეც მე ვისაუბრე და მოვთხოვე კიდევაც პროკურორს, რომ დაედგინა, დაესაჯა ის პირები, ვინც პასუხისმგებელი იყო ხალხის უსაფრთხოებას. ეს დანაშაული, მოკლედ ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ აქ რამდენიმე დამნაშავე. ერთი არის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი იქ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ მე კიდე ამას გავარკვევ გიორგი ირემაშვილთან საუბრისას, როდესაც ადამიანს აქვს 255 ჯარიმა და მის წინააღმდეგ არაფერი არ მოქმედებს და მას ფარველები ყავს, უნდა დავადგინოთ, ვინ იყვნენ ეს მაღალჩინოსნები, ვინც მას ფარველობდნენ უშუალოდ და ვინც პოლიციელებს ეუბნებოდნენ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ეუბნებოდნენ, რომ აი ეს ნომერი არ უნდა გაეჩერებინათ და ვისი გადაწყვეტილებით, მათი გადაწყვეტილებით რასაკვირველი არა, უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა ეს განხილული, რომ პირობითი მიესაჯათ მისთვის, ანუ სახლში გამოსულიყო, ისევ გაეგრძელებინა ცხოვრება პოლიციელის კონდახით ცემისთვის. ხო, მაგრამ აქ გამოვკვიდოთ კიდე მერის პასუხისგებლობაც. დიახ, მე მოვიკითხე თუ ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ დააორგანიზა. ჯერ ამბავი აღწეროთ, ეს იყო კონცერტი იყო. მაყურებელმა რომ იცოდეს, ქალაქს გორს ჰქონდა პარკი, ახალბაღი, რომლის ერთი ნაწილიც მისწერა მერიამ, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ეს ქალაქს არ სჭირდებოდა ეს ტერიტორია. და უკან უნდა წაიღო. ანუ დეცენტრალიზაცია ხომ მეტის, რომ თვითმმართველობას უნდა დაუბრუნდეს. პირიქით, ქალაქის ისტორიული პარკი, რომელიც ამილახვრების ისტორიული პარკი იყო, ნაწილი გადასცეს და საკრებულოს ხდომაზე, რა თქმა უნდა, მე გამოვედი და მთელ ქალაქს მოუწოდებდი, რომ არა, მაგრამ ყველამ აწია ხელი და იქ აშენდა ინი. შემდეგ გამოყვეს რეგიონულმა მე ვიყავი დილიჟანში საქართველოს სომხეთის ეკონომიკურ ფორუმზე და იქ იყო მაია ცკიტიშვილის და თურნავაც გამიხსენებენ ორივენი. მივედი და მათ უთხარი, რომ ესეთი ამბავი ხდება გორში მეთქი და თქვენ თუ ხართ საქმის კურსში მეთქი, რომ მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ და გორ არა გვაქვს მეთქი, რომ მწვანე კოეფიციენტს ვეღარ აკმაყოფილებს ქალაქი, იმდენი კორპუსი აშენდა და ყველა პარკი გაიყიდა მეთქი და თქვენ თუ ისიც მეთქი, საქმის კურსში თუ ხართ მეთქი. არც ერთმა არ იცოდა ამის შესახებ. სხვათა შორის ქალბატონმა მაია ცკიტიშვილმა დამიბარა და მითხრა, რომ ჩავსულიყავი და იქ დეტალურად გამეხარა. რა თქმა უნდა, ჩამოვედი, მე შევედი საკრებულოს თავმჯდომარში და დავით რაზმაძესთან, მოუყევი, რომ მე სომხეთში ესე შევხვდი. ორთავეს და უთხარი და მათ არაფერი არ იციან და ისინი არ ეთხოვენ ამ ჩვენ პარკს, როგორც ამტკიცებდნენ, რომ სჭირდებოდა ეკონომიკის სამინისტროს. მაგრამ ძალიან მალე მაია ცკიტიშვილი გადადგა, აღარ იყო და ამ პერიოდში უცებ სასწრაფოდ ერთი ხელის აწევით გადასცეს. აბსოლუტური სამართალდარღვევით, ყველაფერი მაქვს ახში ეს დოკუმენტაცია. როგორ თაღლითურად მიითვისა ბორია გოგიჩაიშვილმა, რომელიც დაჭერილი იყო ფასიფიცირებული ღვინის და ალკოჰოლის ასმეიცით თქვენი სკანდალი. აი ზუსტად მასზე იყო გაფორმებული, ვითომ დაუბრუნეს, არა და იჯარით ჰქონდა ის ნაწილი და ვალდებული იყო გადამწვარი ცირკი აღედგინა. ის ცირკიც არ აღადგინეს და ასე თაღლითობით მოხდა. ეხლა მე გამოყოს რეგიონული განვითარების სამინისტროდან თუ არ ვცდებით 17 მილიონამდე იყო და ინფრასტრუქტურა მოიწესრიგეს გარშემო. იმიტომ რომ ეს ინის მოწილი არის დათო რაზმაძის სიძე, რომელიც ასევე ჩართულია და ქართული ოცნების მაღალჩინოსანების ხელდასხმული იყო და უჩა მამაცაშვილის მარჯვენა ხელი იყო, დაახლოებული პირი იყო. ეხლა თავარი ის არის, რომ აი ბოლოს ხდომაზე მაგალითად ისევ შეიტანეს
ხო გააკეთეს ყველაფერი და ეხლა რა თქმა უნდა იფიქრეს რომ მოდი კიდე ეხლა ფულს ვიშოვით და საკრებულოს ხდომაზე შეიტანის ინიციატივა რომ ვერ უვლიდა თურმე მერია პარკს და შესაბამისათაც უნდა გაესხვისებინათ. და რაზე მქონდა მე დავწერო რასაკეთებთ ხალხო ესე კონცერტი სად უნდა ჩატარდეს ბავშვები სად უნდა წავიდნენ ყველას არ აქვს შესაძლებლობა რომ მაგათაც თქვენ რომ მალდივებზე მიყავთ ცოლშვილი აგეთ ჩვეულებრივ გორელს მაგათი პარკი უნდა ქონდეს სადაც გავა ზაფხულობი და კონცერტებს რატო ატარებთ შუა ქალაქში რაღაც გული მიგრძნობდა რომ იქ მაგათაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდებოდა და წინა კონცერტზე დავწერო ვაიმე როგორ შეიძლება რომ ესე გარშემო მანქანები დადის და აი აქ ჩატარდეს კონცერტი როცა ქალაქი ფაქტიურად ეს იყო მთავარი გზა მისი გადაკეტვა არ შეიძლება ჩვეულებრივ გადაკეტავს ერთი პოლიციის მანქანა დგას შიგ შედან არც გადმოდიან ხარ როგორ ეკადრებათ რომ გადმოვიდნენ და ცალ მხარეზე ხალხი დადის ცალ მხარეზე მანქანები დადის და შესაბამისად მოხდა ის რაც მოხდა ვიკითხე სად არის გერბიანი ხელის მოწერილი როგორც ადრე ხდებოდა მე გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობდი იქ ჩვეულებრივ შეთანხმება იყო ნებისმიერ ქალაქში ასეთი კულტურული ღონისძიებები პოლიციასთან თანხმდება და მოვითხოვე რომ თუ არსებობს ასეთი დოკუმენტი პოლიციას თუ აქვს ბრძანება გამოცემული რომ აი ამ კონკრეტულ დღეს ვინ იყო პასუხისმგებელი რომელი პატრული ინსპექტორები უნდა ყოფილიყვნენ რა მონაკვეთზე უნდა ყოფილიყო როგორ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფა არა მარტო კონცერტის დამთავრების მე არამედ მას შემდეგაც იმიტომ რომ სხვა ხალხი როა მაინც მოძრაობს ქალაქში იმიტომ რომ ხალხი ესე მალე ზაფხულია სახში არ დაბრუნდებოდა და ამ ხალხის საფრთხეზე ვინ ზრუნავდა მათ არანაირი პასუხი არ აქვთ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი დეტალია. ეხლა აი უშუალოდ ტრაგიკულ შემთხვევას რო დაუბრუნდეთ. თქვენ ახსენეთ, რომ იქ შესაძლოა მანქანასთან იჯდა მცირეწლოვანი შვილი ამ ელის ბარაშვილის. ანუ რა იცით იმ დღეზე, რა ეჭვები გაქვთ, გაჩვენეს თუ არა სათვალთვალო კამერები, რა ჩანს იმ კამერაზე და აი ეს რო აგვიღწეროთ მაქსიმალურად. ეს უბედური შემთხვევა მოხდა თუ არა, ხალხმა დაიწყო გორის გვერდებზე, სხვადასხვა გვერდებზე ინფორმაციის დადება, თვითმხილვები, ზოგი ანონიმურად წერდა, ზოგი პირდაპირ თავის გვარს ახეთ რომ შეესწრნენ, დაინახეს, აღწერდნენ ბავშვს როგორ გადმოსდიოდა ტვინი თავიდან და კაცმა როგორ ამოუდო თავთით და სასტრაფოები რო იყო და ხალხი ახეთით რომ ცვიოდა გულწასულები და ანა რო გაისროლა და ადგილზე მოკოდა და ის ინფორმაციას როგორც წავწერებენ რომ მე ისინი სამწყობში გარდაიცვალნენ ფაქტობრივად ანა ადგილზე დაიღუპა და ბავშვიც მაგრამ ნუ ეხა ოჯახის მე ვფიქრობ ოჯახის აგრესია რომ არ გაენელებინა თუ არ ვიცი რა იფიქრეს ანუ გვიან დააფიქსირეს რა შუაღამის მერე მისი გარდაცვალება ერთი სიტყვით ეს იყო საშინელი დარტყმა იყო კადრებში ჩანს როგორი სიძლიერით დაარტყა არც უცდია რომ შეენელებინა ხო დაინახა რომ ბავშვი არანაირ პირდაპირ დაარტყა და გადაყარა ეს იყო უდიდესი იმიტომ რომ ანა იყო თავიდან ბოლომდე დამტრეული თვალები ვერ დაუხუჭეთ ვერ დედას და ვერ ჩის და ფეხები მოწყვეტილი ჰქონდა საერთოდ რო ვეფერებოდი ჩასასვენებაში ისტერიკა დამემართა ფეხი გადაუვარდა მე ხლა მაყურებელი ცოტა თუ არ გახდეს ვერ ვაღწერ ექიმებმა თქვეს რომ აი ესეთი სასტიკად მოკლული ადამიანი 2008 წლის ომის დროსაც კი არ უნახიათ როგორც ესენი იყვნენ დახოცილები კაცში ჩანს რომ მანქანამ დაარტყა თუ არა იქვე ჩანს წითელი მანქანა რომელსაც აუხვია და აუქცია უბრალოდ გვერდი და დაარტყა მე მომწერეს რომ ეს მანქანა არის ცოლის რომელიც ქალაქში გადაადგილდებოდა ქმარს მისდევდა ვინაიდან საჭესთან არასრულწლოვანი შვილი დასვა და დედა გამოეკიდა ბიძასთან ერთად და ამოხდა ეს ამბავი რაც მოხდა იქ ჩანს კადრიდან რომ ესენი რომ გადმოდიან გარბიან ამ წითელი მანქანისკენ სხდებიან ეს ხალი გარბის რომ დაინახოს ეს ანა მაგრამ მე ბრუნდება და ყველანი კადრებიდან მანქანა მიდის და ქრებენ ანუ ეს ხალიც არ ჩერდება ხო არა ყველანი ბრუნდებიან და მე რა ვთქვი მიდიან სად სახში მიდიან არ მისულან ისინი პატრულში და არც დაუნ ან ხო ინსტინქტი რომ იქნება გადასარჩენია იქნებ საავადმყოფოში წასაყვანი იქნებ არა ბავშვები გარიდან მოწმეები გაიყვანა რომ მე კარგად დაერიგებინათ რა უნდა ეთქვათ საპატრულო პოლიციისათვის ანუ ბავშვები ნამდვილად ისხდნენ მანქანაში და ბავშვები შეესწრნენ კი ბავშვები ანუ ის მანქანაში ისხდნენ ბავშვები რომელმაც სასტიკად მოკლა კი მაგრამ როცა თქვა ეს ანუ მე როცა ეს ამბავი მომიყვნენ რომ ასე იყო
ეს ელის ბარაშვილი იყო ცოლის ბიძის დაბადების დღეზე გარდაცვლილის და იქ დალია და შესაბამისად იქიდან წამოვიდა და მოხდა ეს გამოიკიდა ცოლი. ნუ კითხვა ლოგიკური არის, მან იცოდა რომ ქმარი ლოთიდან ყავდა და საბარაუდოდ ნარკომანი, როგორც ამბობენ, ამფეტამინის მომხმარებელი იყო. ისევ მისი მეგობრები ამბობენ. ერთი სიტყვით არასოდეს არ გამოკიდები ამ ქმარს რა, მოდი ასე ვთქვა და ან გონივრული ეჭვია რომ ნამდვილად დასვა არასრულწლოვანი შვილის საჭესთან, თუმცა შეიძლება და მე ჩვეულებრივ შეეცვალა, იმიტომ დარტყმის შედეგად გადავიდოდა უკან და თვითონ გადმოჭდებოდა. ანუ ეს კადრი მანქანიდან რომ გადმოდიან ეს ბავშვები და გარბიან, ნამდვილად არსებობს. მე მოთხოვე პროკურორ ლომთაძეს რომ დაეკავებინათ მისი ცოლიც, ვინაიდან ის ვალდებული იყო, როცა დაინახა კანონდარღვევა, რომ საპატრულო პოლიციისთვის ეცნობებინათ, კი არ უნდა ერბინათ ქალაქში გააფთრებული სისწრაფით, ხო? რადგან მისდევდა, ესენი ეხუმრებოდნენ და სიჩქარეს ავითარებდნენ რა, ამ კაცს გაქცეოდნენ. და ასევე გამოძიების ჩიხში შეყვანისათვის, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. და უნდა ისიც დაეკავებინათ, ვიკითხე როცა პროკურორმა მკითხა რომ რა არგუმენტები ჰქონდა და ეს არგუმენტები რომ მოუყედა, აქვე შევეკითხე თუ ჰქონდათ მათ ტელეფონები თუ ჩამოართვეს და სატელეფონო ჩანაწერები თუ იყო ამოღებული და რა თქმა უნდა გააოცდა და თქვა რომ ეს ყველაფერს თავის ვადები აქვს და არა გვაქვს სატელეფონო, აი ყველას რო უსმენენ, ყველას რო გვისმენეთ და ანუ ჩანაწერებით სავსე რო არის მთელი საქართველოს ყველა ინფორმაცია რო აქვს. 2 კვირის მერეც ანუ პოლიციას არ ჰქონდა ტელეფონები მოსმენილი, ჩანაწერები, იმიტომ რომ იქ ამბობდნენ რომ ეს ქალი კიოდა და ურეკავდა ამას, რომ გაეჩერებინა მანქანა და რა ვიცი, რატომ ისდევდა? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა გაეკიდებოდა მანქანას, იყო ის, რომ შვილები ისხდნენ და მიზეზი რის გამოც ამ სატელეფონო ჩანაწერებს არ ამჟღავნებენ, რომ იქ გამოჩნდებოდა ეს ძალიან ამჟღავნებენ, თუმცა მე მოვითხოვე, რომ აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს და ნუ დამალავდნენ. ოლქის პროკურორმა განაცხადა, რომ ეს მუხლი რაც არის მისადაგებული არის კანონიერა და ეს არ იყო განზრახ-მკვლელობა და შესაბამისად 8-დან 12 წელია, თუმცა სისხლის სამართალში არის 2 და მეტი პირის გარდაცვალება, ის რომ დაიმალა პატრულს და სახლიდან ჩაიყვანეს მერე და ეხლა მაგას დამბობ რომ თვითონ იქვე დააკავეს და ასე შემდეგ. არის ბევრი კითხვები, მე ვარ ჩვეულებრივ ნათესავი ვარ, მე მომიკო და ბიძაშვილი და ბიძაშვილი 3 წლის ბავშვი და მე ვითხოვ ყველა ის იმ კითხვაზე პასუხი გამცეს, გამოძიება, მე მტკიცების მხარე არის პროკურატურის მხარეს, ხო? მან უნდა დაამტკიცოს რა იყო და როგორ იყო. და ასევე მოვითხოვე ყველა ის კამერის ჩანაწერი გაასაჯაროონ, სადაც ეს მანქანები, ეს 2 მანქანა გადაადგილდება და რა სისწრაფით მიდის, ხო, როცა უთხარ რომ სისწრაფით თქვეს მაგალითად რომ ეს დაახლოებით 100-დან 120-მდე იყო შეჯახება და ჩანს კიდევაც იმიტომ რომ ვინც ნახა ეს კადრები, ისეთი დიდი სისწრაფით არის დაჯახებული, რომ ჩვეულებრივ ვერ შეძლო, ვერც გაქცევა ანიმ. აი ვერაფერი ვერ შეძლო, აი ადგილზე მოკლა. ხო და თქვა რომ მე რა ვიცოდი რომ ესე იყო, რა ვიცი მე რომ რა სიჩქარით მიდიოდნენ და პროკურორი ლომთაძე აი ესე პირში მეპმეოდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სადაც აუთხა რომ ჩვენი ოჯახი უკან არ დაიხევდა და სამართლიანობას ვითხოვდით და მე აქვე მინდა დაუმატო რომ ეს მუხლი შესაძლებელია, იმიტომ რომ თვალი ადამიანი და ნარკომანი არის პოტენციური მკვდარი. ეხლა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ანესთვის იარაღს ესროდა ვიღაცა და მოკლავდა, თუ ასე, მე მგონი ის უფრო უსჯობდა, ესე დაჩენჩხილი მაინც არ იქნებოდა და ეს სილამაზე გოგო ესეთი გაუბედურებული არ იქნებოდა და აი ვერ აღწე რა ჩვენ რა ტრაგედია დაგვემართა. მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც მე ვთქვი და ძალიან ბევრი დამეთანხმა. ჩვენ გამჯდარია ჩვენში, ავტოსაგზაო შემთხვევა რო არის, ანუ ჩვენ აი ძირითადად ეკლესიერებს ხომ ამას თავის თავს მღვდელი მაგალითად ჩვენ თანხმობია რომ აი ესე ეწერა შეუნდოს უფალმა ეს გამაგრდით ეს უნდა მომიყვეთ ახლა აი ხა ეს უნდა მომიყვეთ იმიტომ რომ ეკლესია ეს ძალიან შორს დგას იმისგან დღეს რასაც ის უნდა ქადაგებდეს და აკეთებდეს ეს არის ჩვეულებრივად რეგიონებში ეს განსაკუთრებით და შედარებით პატარა ქალაქებში და კიდევ უფრო პატარა ქალაქებში იგრძნობა ძალიან მძაფრად, რომ ეს არის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი ერთ-ერთი ღერძი ამ კლანის, რომელიც მართავს ამ ქალაქებს.
და მინდა მომიყვეთ, სანამ გადავიდოდეთ იმაზე თუ სუსი მა როგორ შემოუშვა თავისი ინფორმატორები გასვენებაში, რომ გაეგოთ რამდენ ასაპირებდნენ ოჯახი, რამდენად გამწარებულები იყვნენ, ვისთან შეიძლებოდა მუშაობა, ვისთან არა, ანუ ამას რომ ვამბობ, უკვე ცუდად ხვდები. და აი ეს მინდა ოღონდ ჯერ მომიყვეთ პირველ რიგში ეკლესიაში რა ხდებოდა. და რომელი ასე ვთქვათ მღვდელი იყო. მოკლედ ანი და მართა გადავასვენეთ საკათედრო ტაძარში. ჯერ იყო სხვა ტაძარი გამოყოფილი, ნუ მე გადაწყდა რომ საკათედრო ტაძარში დაესვენებინა და ნუ მივასვენეთ იქ თუ არა, ხა ანუ დაემხობოდა თუ არა დეიდე ჩემი ან დედა. და რა თქმა უნდა დაბალხმაზე იქ არავინ არ იწევლებოდა, იმ წუთში მოდიოდნენ და ანუ არ აძლევდნენ დატირების უფლებას და არ ნუ აგრესიულად რა ნუ იწევლებითო, იმიტომ რომ წევლა მაწყევარისა არისო, მგდელი რომ მაგას გეუბნეო, ეხლა გამწარებულ ადამიანს წევლა მაწყევარისა არისო და იმასო თავის უბედურებაც ეყოფაო, ჩვენ იმის სულის გადასარჩენად ლოცულობთო და ხალხო აი ეხლა რა ვიცი აბა ხა შეაფასეთ ეხლა სასულიერო პირი რომ ორი მიცვალებო რომ გიდევს წინ და ასე რომ ჭკუას დაგარიგებს. მეორე დღესაც რადგან მე ხშირად აქტიურობდი და რაღაცა, მეორე დღესაც იგივე გამაგონა რომ აი პოსტებს რო წერთ და თავი შეიკავეთ ლანძღვისგან და იმიტომ რომ ცოდვად ჩაგვეთულებოდა და გარდაცვლილების სულს დაამძიმებდა და სატელევიზიო ეთერების გამოსვლა და მე ავდექი და გარეთ გამოვედი რომ ანუ სატელევიზიო ეთერებში წავდა გამოსულიყავით ხო ჩავსულსი რა კარგად გიმუშავა. გამოვედი, გამოყვა დეიდა ჩემიც და ჩემი დეიდას შვილი იყო ისეთი გამწარებული ვიყავი. საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული იცის მოკლედ და ვთხარი რომ დიმიტრი მეთქი მე რომ მოკუდებ მეთქი ამდენად გიბარებ რომ თელმა საქართველოს რომ მოინდომა სვეტიცხოვლის ჩემი დასვენება შენ უარი თქვი რომ არა აი ესეთ გამწარებული ვიყავი და ვიჭექი გარეთ მოკლედ სახში რომ მოვედი დავწერე პოსტი დაკრძალვის დღეს აი ისეთ ცუდად ვიყავი რა ამ ყველაფრისგან და დავწერე პოსტი და სადაც დავწერე რომ ესე იყო მეთქი და სადღაც 1 საათში მიგდებენ ჩემი მეგობრები ერთ-ერთი შორეული ნათესავის გვერდს სადაც არის ესეთი რაღაცა რა ოჯახი მადლობას უხდის საპატრიარქოს იმიტომ რომ მიცვალებული ტაძარში დაასვენა თითოეულ სტიქაროსანს ლოცვებისთვის იმისთვის ჩამოთვლილია რა ერთი სტუდ განსაკუთრებული როლი ეკლესიისა ოჯახში რაში გამოიხატა ეხლა ეგ ოჯახის დგომა, იმიტომ რომ ეკლესიის ვალი ეგარდა ბიუჯეტიდან, იმიტომ იღებს ფულს, რომ ხაც რომ წირვა უნდა აუგოს და წესი უნდა აუგოს და ეგ არანაირი სამადლობელი და შუაში ჩაკვეხილია, რომ ოჯახი და ოჯახის წევრები ემიჯნებიან და ეს არ არის მათი პოზიცია, მე რაც დავწერე, რომ ეს არის ბინძური კამპანია და ბინძური ცილის წამება და ბლა 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 და ეგრე ჩემი ლანძღვა ერთი სიტყვით. ეს ვინ არის ეს ვინც დაწერა? ოჯახის ნათესავია რა, შორეული. შორეული. თქვენთვის ანი იყო ერთად გაზრდილები იყავით? კი, დაურეკე და უთხარ რომ აი ეს პოსტი მეთქი რა, ეს როგორ დაწერე მეთქი, ეს რას ნიშნავს მეთქი და არავის ფერსაც არ ავიღებო, ნუ არა, ვერ ავაღებინე რა, მოკლედ ეს პოსტი და ძალიან დიდი ჭხუბი მოგვივიდა და ანუ ეს აღმოჩნდა ერთადერთი მე ვიტყვი, რომელიც სუსი დაუკავშირეს და შეაბარო რაღაცა გაეკეთებინა. იმავე დღეს, ანუ ანას არაცი, აი მზის ჩასვლა რა, ჯერ არ იყო რა, საფლავის ჩასვლა, მე დავწერე პოსტი თუ არა, იმ წუთში, იმიტომ რომ იმას იმდენი გონება არ აქვს, რომ აი ეგ პოსტი რას გამოაქვეყნეს და მე შემდეგ ვიღაცება მექანიკურად გადააზიარეს, ყოფილიყო ეს, აი თვითონ როგორ იკადრა ეკლესიამ რომ ეს პოსტი დაეწერათ რაც მათი ვალდებულება იყო აი როგორ იკადრეს ამის დაწერა და მე აქვე მინდა თქვა დავწერე კიდევ ჩემ პოსტში რომ დედაჩემი მთიულია და მე მახსოვს რომ ლომისობა სოციალ ქსინსხეობიდან ავდიოდით ერთი ოჯახი 7 წლის განმავლობაში არ მიუშვეს ხატთან არც საკლავი დააკლინეს და არც არის იმის გამო რომ გოგო ყავდათ მოტაცებული ოჯახის შექმნის მიზნით, მაგრამ თაში ეგ არის უდიდესი შეურაცხყოფა და არა და მახსოვს რომ ხატებზეც გადასცემდნენ და ჩვეულებრივი ამბავი იყო ქართულ ეკლესიაში, იმიტომ რომ ცუდი ადამიანი ჩვეულებრივი თითისაჩვენებელი იყო და მას ეკლესიაში აგებაც არ იყო. ამ კაცის სულისთვის ლოცულობს დღეს გორში ეკლესია რო იცოდა. ანუ წირვაც არ ტარდებოდა და გვარს არ უშვებდნენ ეკლესიაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არც შორეული, მე-19 საუკუნის ჩვეულებრივი ეს ხდებოდა და იყო ადათი და წესი. ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეხლა რა, ეკლესია რა შემოსავლის წყაროა, ეხლა ის დააფინანსებს, ფულს მიუტანს. წესაც ანუ ყველაფერი ჩვეულებრივი ხდებოდა. რატომ ამბობდი, რომ
საქართველოში არა მარტო ბავშვები იყიდებიან და ქალებს ძალადობენ, არამედ მკვდრებსაც უყიდით. ეს არის რეალობა, რომელიც თვალებში ხედავთ ეს ძალიან მძიმე რეალობა. აი ჩვენს გარშემო ყველა ასე იქცია, იმიტომ დაიღუპა თუ ავტოგზის შემთხვევაში, ანუ ხალხს ეს შეერა, რომ აი ესე ეწერა და მანქანა უნდა დაჯახებოდა ცუდი სიზმარი ნახა ვიღაცამ, ეხბო გადაუხდა, არ რაღაცა მოხდა, ანუ მთვრალი ვის არ დაულევია. მე უმეტესი ნაწილი საქართველოსი არის ღარიბი, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ღატაკი ქვეყანა ვართ. მკვდრის გაპატიოსნების თავი არ აქვს, აქედან 100%-დან 80%-ს. და ისინი კისროლობენ საფლავის მოწყობას, მე რიგდებიან ამ თანხებზე, რამდენი კაციანი ქელეხი უნდა გადაუხადოთ, შესაწევარი რომელმა მხარემ უნდა აიღოს, თანხა რამდენი და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ამბავია და ამას უცქერის საზოგადოება და ამას შეჩოულია. კასპიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შშმ პირს დაეჯახა უგონოდ მთვრალი ადამიანი და ადგილზე მოკლა. გადმოხდა, მიატოვა მანქანა. ბუჩქებში გამოიძინა, რომ დილით პატრული რომ მოვიდო და რომ გამოეძახებინა, შეიძლება გადარჩებოდა კიდევაც ის ბიჭი. და მე რაღაც შეშინებული და რაღაცა და ამ ბიჭის ბიძა იმ სოფელში იყო. ჩვეულებრივ ჭირის უფლად იჯდა და საქმეს აგვარებდა ნათესაობაში, რომ ამას მაინც ვერ გააცოცხლებდო შეშინებული პირი იყო და ანუ მორიგდნენ თანხაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად შეიძლება იქ ჩაწერეს კიდევაც რომ ეს უბედური თვითონ გადაუხდა ამ მანქანას და ეს არ იყო მთვრალი არაფერი და ჩვეულებრივ ფული აიღეს. სხვათა შორის პროკურორს კი უთხარი ეს ფაქტი არ ვიცი გამოიძიებს თუ არა კი შემბი და გამოიძიებს, მაგრამ ასია ყველაფერი და აი ჩემი გამოსვლიდან სალონში ვიყავი. თქვენთანაც ქონდათ მცდელობა, მაგიტო აი როგორ შემოგიგზავნეს, ანუ სოციალურ ქსელში ჩვეულებრივ დაწერეთ, რომ ანას და მართას გამო ლოცულობს და რაღაცა უნდა გააკეთოს იქ რაღაც ნიშა და დიდი სურვილი აქვს რომ ოჯახს დაეხმაროს, ანუ მე პატივი გცეს რაღაცა, პირდაპირ დაწერა და ვინა? ერთ-ერთმა ახლა გვაშდა სახელს მე საკადრის პას, არა, ჩემს უცნობმა ადამიანმა, გორელმა, კი. იკადრა და დაწერეს და რაზეც მაგალითად გაოცებული ვარ რა როგორ შეიძლება აკადრო ადამიანს მსგავსი რაღაცა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ყველა მეორე ამას აკეთებს. გამოვიდები სალონში ვიყავი და იქ არ ვიცოდი თუ ამ ხალხს ესეთი ტრაგედია ჰქონდა 96 წელს შვილი მომიკლა ასე მთვრალმა ადამიანმა 7 წლის შვილი და 24 წლისა ვიყავი და მე გათიშვილი ვიყავი მაშინ რესტორნის მფლობელი იყო და მე ანუ შვილი დაუსაფლავა რა ერთი სიტყვით და მთელი ღამე ეს დღები რაც შენი ლაპარაკი ცუდად ვარო რომ მგონია რომ მეც გავყიდე შვილიო და ასე და ეკლესიაში დავდიოდი ხანსად მეძინა სენაკში და ხანსად ვიყავიო და ის შეშლივი ჭკუიდან დავდიოდიო და ახლა დიშვილთან ერთად იყო და ეს დიშვილი შემოვიდა და ჩემთვის რამხელა სიმწარეა რომ ერთხელ არ ვიცოდიო და მკვლელი შვილს ფრჩხილებს უწესრიგებდიო და აი ლაპარაკში გავიგიო რომ ჩემი შვილის მკვლელი შვილს უკეთებდი ფრჩხილებსო და დავიშალეო ნერვიულობისგან ხო ვერ ვეტყოდიო რომ მამაშენმა შვილი მომიკლაო და დავიშალეო და ეს ხო იმა გააგრძელა ცხოვრება შვილებს ქორწილი გადაუხადა არჩევები ჩაუწვით რესტორნებში დადიან ესეა ყველგან ისინი არ თვლიან რომ დამნაშავეები არიან არა მხოლოდ ჩვენა ვარ დაზარალებული ანუ ჩვენ არასწორად გადავდიოდით გზაზე ვერ აუქცია მანქანა და ასე შემდეგ და გარდა ამისა ეს ხომ არის უამრავი ხარჯი სამედიცინო ხარჯი მაგათ ხაშვიდან ქალი ჩამოვიდა რომ მოსკოვში ჩემი სიძე ავტობანზე მთვრალმა კალმა გაჭრიდა და ჩემ ქალიშვილს რო დაურეკეს და უთხრეს რომ ქმარი მოგიყო და დამუნჯდა და დაყრუდაო და თურქეთში დამყავსა და მგონი ყურშიო ცალყურში სმენა მოუვიდა ეს არის უდიდესი ტრაგედია ხო იქ ოჯახებს უკან შევეკითხეთ ამ გოგოს რომ აი ამის მერე შვილი რომ მოგიყო და თუ მოუკითხებია მეთქი თქვენთვის მეთქი და აი ან ბოდიში, ან წირვა, ან არაკლისი და არაო, არაფერი არ გაუკეთებია. ანუ ეს ერთხელ რა. არა, ერთხელ დამარხა და მორჩა რა, დამარხა და დამთავრდა მაგით. და სოფელი აი ამ შეშემოპირს ხო, იცოდნენ რაც ხდებოდა. სოფელი ჩვეულებრივ შეგუებული უცხელი სამ ყველაფერს. ანუ ჩვეულებრივ ხდება ეს ამბავი. მთელი საზოგადოება მე მიცხეს ხა მთელი საქართველოს და მე თანხმება რომ მკვდრებს ხვიდით ხალხო ჩვენ რო ეს თავიდანვე არ დაგვეშვა, აი ეს მახინჯი პრეცედენტი, რომელიც მოდის ხო, წლებიდან ამ უხსაც შევცვლიდით. იმიტომ რომ თვალი და ნარკომანი არის პოტენციური მკვლელი და დიახ განსწრახ მკვლელობის მუხლი უნდა მიუდგეს. ასეთ ადამიანს და ეს მუხლი უნდა დამძიმდეს. ირმა. ავიც დამუნჯებული ვარ. ხო,
რა ხდება ახლა გამოძიებაზე? პროკურორმა რა გითხრათ? პროკურორი ლომთაძე შემპირდა, რომ უშუალოდ გადახედავს და სამართლიანად გადაწყვეტილებას მიიღეს გამოძიება და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. თუმცა კვირა მიიწურა და ჯერ თქვენ რა უთხარით, რომ ეს კაცი პირობითი ქონდა? კი, მე უთხარი, რომ 12 წელს 4 წელი დაემატებოდა და რასაც პროკურორმა მითხრა, ეგ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგას დაუმატებენ თუ ისე ცალკე დატოვებენ. ჩვენ არ უნდა ჩვენ არ შევეხებითო და არც განზრახყლობას არ მიუყენებთო და არც იმ 2 და მეტი პირის გარდაცვალებას და არც და მითხრა რატო ამტკიცებო რომ გაიქცნენო ისინი ხო შეიძლება არ გაიქცნენო შენ საიდან იცი რომ გაიქცნენო და მე ვთხარი თუ არ გაიქცნენ მაშინ კამერის ჩანაწერები მეთქი კამერის ჩანაწერები გვაჩვენეთ მეთქი რა ის მოვიდა პირდაპირ პატრულში აჩვენეთ მეთქი დროის მიხედვით ტელეფონის ჩანაწერები ანუ რაზეც პასუხი არ ქონდა ვინ არის პროკურორი თეიმურას ლომთაძე არის ის მღვდელი რომელმაც ეს გითხრათ ზუსტად არ ვიცი იმიტომ რომ ვეღარ ჩავეკითხე იმას რამდენჯერმე იქონდა ესეთი რაღაცები ჩეკიდე თავს ვიკავებ და სახელებისგან როდის არ შეიკავებთ მალე აი ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი ის წერილი რაც ეპარქიამ მე რაც გინდა მელაპარაკა ოჯახის წეს გამწარებულს ხო რაც გინდა მე თქვა ხო მე ეკლესიაზე ყოველთვის ვლაპარაკობ რაც არ მომწონს ხო აი იმ წუთში როგორი იყო საჭირო ეხლა ეს რომ ესეთი სამადლობელი წერილი დაეწერა და ოჯახის სახელით მე ფაქტიურად დამგმეს აი რასაც ქვია რა და თურმე მე ამას პიერისთვის ვაკეთებ დასოცებს შესიმწერეთ რომ მე იმიტომ ვაქტიურობ რომ უფრო მიდათ მინდა გავამძაფრო ეს ახლა რომ უფრო კარგად მოვითბო ხელები აი ესე მიწერდნენ რომ ხელის მოსათბობად ვაკეთებ ამ ყველაფერს და მე არ ვაკეთებ ხელის მოსათბობად მე ვინც მიცნობს ყველა მიცის მე როგორი პრინციპული და სამართლიანი ადამიანი მე თქვენ ხართ პედაგოგი ყოფილი პედაგოგი სკოლიდან წამოვედი ის გამო რომ გუბერნატორის თანამშრომლის შვილს არები არ წაუშარე ელექტრონულ ჟურნალში და მიჩივლა და ბავშვებს იყენებდა ჩემს წინააღმდეგ. სხვათა შორის განათლების მინისტრს მივწერე წერილი, ერთი წელი ბრუნდება. პასუხი არ გამოუგზავნი აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით და ზუსტად რაზეც ვლაპარაკობდი და წამოვედი რაღაცა თქვიაში მოკლეს კიდევაც გიგავალიანი და კიდევაც ვწერდი რომ თავის დროზე რომ თითოეული პედაგოგის მინისტრმა წაიკითხოს წერილი კარგი იქნებოდა მისთვისაც იქ სკოლებში რაც ხდება და აი სკოლებში რაც ხდება ესეც გითხარით ანუ როგორი ჩაგრებიან მასწავლებლები წესიერი მასწავლებლები წესჩვეულებების მატარებლები არიან თუ ოპოზიციურად განსხვავებული აზროვნება გიქცევენ აი ამ მოსწავლეებს წიხლით იღებენ კარებებს მე მასწავლებლებს კი წიხლით გოგოების და ბიჭებით ზრიალი გაფანჯრავს მაგრამ შიშით ვერავინ ხმას ვერ წემს იმიტომ რომ დირექტორს უკვე გამზადებული აქვს აი სამშობლოს მოიყვანს ხელს მოაწერინეს მანდატურს ჩამოიყვანს და შენ უკვე გაქვს სასტიკი საყვედური გამოტანა და კარგავ სამსახურს და ძალიან ბევრს აქვს ვალები ბანკისა და ნუ ჩემნაირ პრინციპულად ვერ მოიქცევა თუმცა მინის არანაირი რეაგირება არ ქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით სხვათა შორის არც რესურს ცენტრის უფროს საერთოდ არანაირი ესეთი ამბავი მოხდა სკოლაში და ვითომც არაფერი არ მომხდარა ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ნუ გვიკვირს რომ ბავშვები არიან მკვლელები რომ 17 წლის ასაკში უკვე იარაღი დასდევენ ერთმანეთს და ხოცავენ ჩაულებრივი კრიმინალური აზროვნებისები არიან მაგათ ჩემს სკოლაში თვე არ გავარო რომელიმე ჩემი სკოლის მოსწავლე კრიმინალურ გარჩევებში არ მიიღოს მონაწილეობა დაჭრაში ფულის შეწერაში ცხვირპირის დამტვრობაში და ასე შემდეგ ჩაულებრივი ამბავია სკოლა უჭირავს აი ამ პატარა კრიმინალური აზროვნების ბანდებს მათ როცა უნდათ ბავშვები არიან, როცა უნდათ საქმეებს არჩევენ. დატანილები ყავთ ეს ამათი ფარველები ვინ არიან? რა თქმა უნდა, სკოლის დირექცია, ძირითადად დირექტორი იყენებს ყველა სკოლაში ასეთებს. ამით მართავს, მასწავლებლებს უგზავს აი ამ ხალხს. ესენი მართავენ სკოლებს. და მათი მშობლები როცა მოდიან და მაგალითად კარები ჩავკეტე მე 7 კლასში ვატარებდი და ერთ-ერთის დედამ ისე დაარტყა წიხლი კარებს რომ ხელი ანუ ერთი თუ ხელი მткиოდა რა ნახძობი მქონდა ვინ იყო ეს დედა? ახლა აზრი არა აქვს არა ანუ თანამდები რა არა ჩაულებრივი ის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სხვათა შორის მე გუბერნატორ გულედანს შევხვდი
და მოუყევი, რომ ასე მოხდა მეთქი რა, თქვენმა თანამშრომლმა ასე გააკეთა მეთქი და მე გავერკვევი ყველაფერშია და მე ჩემ თანამშრომლს რატო უნდა მიცეო შენიშვნაო, რომ შენ გიჩივლაო რაღაცა არ და მეთქარი როგორ მეთქი თქვენი თანამშრომელი ინტრიგანობს და ამისთან რაღაცას კადრულობს მეთქი სკოლაში და თქვენ რეაქცია ამაზე არ უნდა გქონდეთ მეთქი და გულიდას არანაირი რეაქცია არ ქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი მასწავლებელმა რომ მის გამო დაკარგა სამსახური 27 წლიანი სტაჟი სკოლაში, აი არავინ არ შეწუხდა მაგაზე, იმიტომ რომ მე ოპოზიციონერი ვარ. და უკვე მიწერენ რომ ეს რაღაც პიარისთვის ვიყენებ თურმე მკვდრებს. ძალიან ამაზრზენობა ხალხო, აი ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, აი არ ვიცი რა. ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში როდის უნდა გაგრძელდეს და როდის უნდა მოხდეს, აი ამ დაუსჯელობა აი არ ვიცი. მართლა დაუჯერებელი ესეთი რაღაცა. მე მგონია რომ არც ერთი ხელისუფლების დროს ესეთი რამები არ ხდებოდა, როგორც ახლა აქ ხდება. ირმა არ ვიცი, მე მგონი მე ესეთი ინტერვიუ, ესეთი ემოციური, ესეთი აზრიანი ამასთან ერთად არც მქონია.